ადამიანი როცა უცხოეთში იბადება, იზრდება, უნივერსიტეტი იქ ატარებს, როგორ უნდა შევინარჩუნო მაგალითად ენა. ჩემი ორი ბებია სახში იყვნენ და არ იყო ნება, რომ მე თქვა მე სიტყვა ფრანგულად. ჯერ ერთი ფრანგული არ ვიცოდი, პირველი ენა არის ჩემი ქართული. სახში როცა ვახშამზე ვიყავით, ვინც პირველად ფრანგული სიტყვას ხმარებდა, იყო ჯარიმა. როცა შევედით პირველჯერ ფრანგულ სკოლაში, მე ვიყავი 6 წლის ვიყავი და ცოტა იმ დროს ცოტა ვიცოდი ფრანგული და სალომე იყო ჩემზე პატარა და თვითონ არ იცოდა იმ დროს ფრანგული და ძალიან ერთბაშად გამოვჩდით და უცნაურ უცხოურ გარემოში, იმიტომ ირგვლივ იყო ბავშვები, რომელიც ფრანგულად საუბრობდნენ. სხვადასხვა კლასებში ვიყავი და სალომე გამოვარდა და ეძებდა ნაცნობ სახეს, რომელიც ერთი იყო მისი ძმა.